მოგესალმებით. დღეს გავაკეთებთ პატარა დემონსტრაცია, სადაც შევძლებთ, რომ რაღაცა პლატფორმერის ტიპის თამაშის ვერსია გავაკეთოთ, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება wall jumps-ზე, ანუ რაღაც გარკვეულ კიდეზე შეღების შემთხვევაში შემეძლოს გადახტომა, როგორც ეს ჩვეულებრივად პლატფორმერებში არის ხოლმე. კედელზე მიყრდნობის შემთხვევაში არის თავისი გრავიტაცია, მაშინ როდესაც რაღაც ხილაკს ვაწვევი, აშუების შემთხვევაში ჩვეულებრივი გრავიტაცია აქვს, შემიძლია რაღაცა ერთი მხრიდან მეორე მხარეზე ავიდე თანთანობით და ნახავთ თავიდან ბოლომდე როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. კარგი, დასაწყისისთვის უბრალოდ რაღაცა პროექტი მაქვს, სადაც ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს გაკეთებული. მოდი, წინა ვიდეოებში არ მქონდა ეს ახსნილი და მაინც გავაკეთებ ამას. Node-2-ი შექმნი, მოდი ეს იყოს რაღაცა playground-ი, სადაც დავამატებ static bodies, ეს ვქნი ახლა პლატფორმას უბრალოდ მეც არაფერს. დავამატებ polygon 2D-ს, რომელიც საკმაოდ კარგი რამე არის იმისათვის, რომ რაღაცები დავტესტო ხოლმე. მოდი ეს იყოს რა ვიცი, ground დავარქვათ ამას. ეს პოლიგონი რო დავამატოთ, შემიძლია რომ პლუს დავაწვე და მოდი მოვხაზოთ რაღაცა ეგეთი ის გავაკეთო, შევეცდები რომ მაქსიმალურად ნორმალური იყოს. ნორმალური იყოს, რა ვთქვი, თანაცდენ არ ვარ მქონდეს რა მხარეებში. ეგეთი რაღაც შემიძლია გავაკეთო. ეხლა შემიძლია ამაზე polygon collision shape-ი დავამატო, collision polygon shape-ი დავამატო. ზუსტად ერთი და იგივე რო იყოს, ნახეთ, აი პოლიგონზე რო გადავალ, ამას აქვს თავისი data. ამ data-ში ეს პოლიგონის ისინი არის ჩამოთვლილი, აი ყველა კოორდინატი როგორც არის ეს. შემიძლია დამს დავაწვე, Ctrl+C-ს დავაწვე და დააკოპირებს ამას. შემიძლია, ან კიდევ ეგეთი რაც გავაკეთო, აი ეს გავაკეთო და copy values გავაკეთო. Collision-ში გადავალ, შემიძლია რომ აი აქ მივიდე, paste values გავაკეთო და აი ეგეთი რაღაცა გააკეთა. მოდი ამ ground-ს ოდნავ მაღლა ავწევ, იმიტომ რომ არ მინდა რომ კამერაზე რაღაც ცვლილებები დამჭირდეს და აი ეგეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად ჩავსვა იმაში. მოდი ახლა პლატფორმასაც გავაკეთებ. მეორე static body-ს გავაკეთებ, რომელიც იქნება პლატფორმა, ამ პლატფორმაშიც დავამატებ polygons. ეს პოლიგონიც, მოდი რაღაცა ამას გადავწყვი და მოდი აქ იყოს ეგეთი პატარა რაღაცა. რაც ძალიან დიდი მაინც რომ მინდა რომ დაფაროს პლეიერი. ეგეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. შემიძლია აქ დავამატო collision-ი, აქაც იგივე პრინციპით შემიძლია ეს data დავაკოპირო და აი ამაში ჩავსვი. ეგრეთ შემიძლია გავაკეთო. მეორე არის პლატფორმა და აი ორი რაღაცა მაქვს ჯერჯერობით. შემიძლია სცენა დავასეივო. select comment-ი გავაკეთო, ჯერჯერობით ეგეთი რაღაცა არის, ხო? მეტი სხვა არაფერი არ არის, ფერის შეცვლაც რა თქმა უნდა შეგიძლიათ აქ, აი მაგალითად თაბლა აქედან შემიძლია modulate-დან მოდი red იყოს. ცოტა მუქრეც გავაკეთებ, ან მეორე პლატფორმას გავაკეთებ რა ვიცი შავს. და ეგეთი რაღაცა მივიღეთ. ლამაზი არ არის მაინც, მაგრამ არ აუშვს. კარგი, მოდი ახლა დავამატოთ character body, რომელსაც მოდი პოლიგონი ქონდეს ამასაც რატომაც არა. მოდი ეს იყოს რადგანაც მოდი ამას ცალკე სცენად გავაკეთებ რა აუშვს. ან კიდევ აქ გავაკეთებ პრობლემა. დემონსტრაციისთვის ხელს არ მიშლის არანაირად, რაღაც ასეთ კუბს გავაკეთებ. თეთრი კუბი იყოს. მოდი collision-შიც დავამატებ, რაღაც გარკვეული collision-ი ქონდეს. ავიღებ ამის data-ს. აქ ჩავსვავ და აი საბოლოო ჯამში ეგეთი რაღაცა მივიღეთ. სულ ეს არის. კარგი ბატონო. მოდი ახლა ამ character body-ზე დავამატოთ რაღაც გარკვეული სკრიპტი.
JavaScript-ში ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს. ეხლა პირველი რაც მინდა გავაკეთო არის, ყველაზე მარტივი მოძრაობები მინდა გავაკეთო. მოდი project setting-ებში შევალ და input map-ში გავაკეთებ move left, move right და jumps. ეს სამი რაღაც დამჭირდება სულ. ეს იყოს right-ი, იყოს jump-ი. კარგი, პირველი მოდი გავაკეთოთ, აი გვერდზე თანდათანობით მივყვეთ, რადგან ცოტა შედარებით რთული საკითხი არის, ნელ-ნელა გავაკეთოთ და პლუს რაღაცებსაც აგიხსნით, აი როგორ შეიძლება friction-ი გავაკეთოთ, აი წინაღობა რო გავაკეთოთ, მოძრაობის დროს players ეგეც შეგვიძლია ავხსნათ. კარგი, ჩვენ როგორც ვთქვით, დეკლარაცია შეგვიძლია var-ით და ასევე const-ით, ხო? მოდი const-ით გავაკეთებ და მოდი გავაკეთებ max speed-ს. რომელიც იქნება float-ი. ეს დიდი ასოებით იმიტომ იწერია, რომ ზოგადად კოდში ეგეთ რაღაც ვაკეთებთ, როდესაც კონსტანტა არის, ანუ რაღაცა ცვლადი არის, რომელიც არასოდეს არ იცვლება რეალურად, დიდი ასოებით იწერება და ეს სადაც შემხდება ეს დიდი ასოებით ჩაწერილი, ვიცი რომ მუდმივი არის, მუდმივაა. მოდი ეს იყოს რაღაცა 170 იყოს მაგალითად. მოდი physics process ფუნქცია შემოვიტანოთ. physics process ფუნქცია შემოვიტანოთ, სადაც ექნება x-ის input-ი. ესეც არის float, ხო? ეს რო დავაფიქსიროთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ get x-ის ფუნქცია. ეს ფუნქცია წესით წინა მაგალითებში გამოვიყენეთ. ეს ფუნქცია რას აკეთებს? ნუ მაინც ავხსნი. ესე იგი, აბრუნებს -1-ს, 0-ს ან 1-ს იმის მიხედვით რა input-ს მაქვს დაჭერილი. ეხლა პირველ შემთხვევაში ეს მთხოვს negative actions. 2D სცენაში მარცხენა მხარეს რო წამოვიდა, ეგ არის ნეგატიური, ანუ move left-ი იქნება პირველი, მეორე არის move right. მოდი მაინც ახლა ამან დაბნეულო ყარ გამოიწვიოს, აი ამ x inputs ამობეჭდა მაშინ, როდესაც ჩავართავ თამაშს და დავაწვევი რაღაცას. აი თავიდან ნახეთ, აი 0 იბეჭდება და აი მაგის მერე, როდესაც რაღაცას დავაწვევი, ხა d-ს დავაწექი მაგალითად, მარჯვენა მხარეს დავაწექი 1 დაიბეჭდა, მარცხენა მხარეს დავაწექი -1 დაიბეჭდა. აი ეს აღარ მჭირდება ახლა არაფერში. ჩვენ რო character body-სთან მუშაობთ, ამ შემთხვევაში ჩაშენებული velocity გვაქვს და velocity x-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ, აი ეს input-ი გამრავლებული max speed-ზე. და ეს ყველაფერი რო ამუშავდეს, აუცილებლად გვჭირდება move and slide-ის ფუნქცია და მოდი დავტესტოთ, აბა ეს ყველაფერი თუ მუშაობს. აი მართლა მარცხნივ მარჯვნივ შეუძლია წასვლა და მარჯვნივ შეუძლია წასვლა. მოდი 200-მდე გავაზრდე, იმიტომ რომ ცოტა ნელი მეჩვენება ეს ყველაფერი. ნუ ასე ნორმალური არის საბოლოო ჯამში. კარგი, შემდეგი ნაწილი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ცოტა რეალობასთან შესაბამისი რო გავაკეთოთ, აი ეს სკრიპტი, რომ ყველა წეგან რაც ქვია, friction-ი დავამატოთ მეთქი. ნუ ეხლა ჩვეულებრივ ეს ძალიან მარტივი სკრიპტი არის და ნუ რეალურად ამ პროექტისთვის შეგიძლიათ დატოვოთ კიდევაც ეს, მაგრამ მოდი აგიხსნით, როგორ შეიძლება გავაკეთოთ აი აჩქარება, რომელიც არის acceleration, acceleration ესეც კონსტანტა იყოს და მოდი acceleration ეგრე გავაკეთებ, რომელიც იყოს მაგალითად რა ვიცი, იყოს 18 მაგალითად. და ასევე მეორე გავაკეთოთ constant friction, რომელიც არის წინაღობა, ესეც float-ი არის და მოდი ეს იყოს 22. ეხლა აი ეს როგორ შეიძლება ანუ ეხლა ჩვეულებრივ შემთხვევაში ნახეთ, აი აქ როდესაც ამას ვაკეთებთ, ეგრევე დავაწვევით თუ არა, ეგრევე მიდის, მუდმივი სიჩქარე აქვს და ეგრევე ჩერდება. ეგ ეხლა ბუნებაში ეგრე არ არის, ხო? რაღაც გარკვეული სიჩქარით მიდის და მერე თანდათანობით მცირდება, ხო? ეგრევე ერთ ადგილზე ვერ დაამხრუჭებ, ხო? ეხლა მაგისათვის გვჭირდება რამდენიმე რაღაცა რომ შემოვიღოთ. პირველი, ეს არის acceleration rate, ანუ ეს რა შემთხვევაში მჭირდება რომ აჩქარდეს და რა შემთხვევაში მინდა რომ შენელდეს. კონკრეტულად მოდი ეგეთი რაღაც შემოვიღოთ. accelerate, ეგეთი რაღაც შემოვიღოთ, რომელიც იქნება float. ხა ამათმა არ დაგაბრუნებთ, ხა აი ამას რო ვაკეთებ ხოლმე, ხა ჯობია, ყოველთვის ჯობია ხოლმე რაღაც ტიპი მივანიჭოთ იმისათვის, რომ ნუ ჩვენი კოდი მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს და ეს საბოლოო ჯამში გვეხმარება იმაში, რომ რაღაცა ერორებისგან შევიკავოთ თავი. კარგი, პირველ რიგში მოდი ეს ამოვიღოთ. ანუ acceleration rate ცვლის აი ამეებს შორის იქნება ცვლილება იმის მიხედვით გვაქვს თუ არა ჩვენ input-ი. ანუ ჩვენ
18-ით გავზრდით ამ სიჩქარეს, მაშინ როდესაც აი ეს input-ი გვაქვს, დადებითი როდესაც არის, უბრალოდ დადებითი როდესაც არის არა, ან 1-ის ან -1-ის ტოლი როდესაც არის. სხვა შემთხვევაში friction-ის ტოლი იქნება და ამ friction-ს გამოვაკლებთ. კარგი, ესე იგი, acceleration-ის ტოლი არის if მაგ შემთხვევაში როდესაც ეს input-ი გვაქვს, სხვა შემთხვევაში არის friction-ის ტოლი. და როგორც თქვი ახლა ნახეთ, მოდი print-ს გავაკეთებ აი ამის acceleration rate-ის print-ს გავაკეთებ და შევამოწმოთ. ნახეთ, თავიდან ეს acceleration rate არის 22-ის ტოლი, რომელიც არის აი ეს 22, ხო, friction-ის ტოლი არის. მაგრამ მაშინ როდესაც აი რაღაცას დავაწვევით, აი მაგ შემთხვევაში 18-ის ტოლი არის, ხო? ანუ აი ამ acceleration-ზე გადავიდა და ამით გავზრდით თანდათანობით ამ ჩვენს სიჩქარეს. კარგი, მოდი შემოვიღოთ კიდევ ერთი target velocity. Velocity არის სიჩქარე, ხო? და აი ეს target velocity, მოდი შევიძლია x-ი გავაკეთოთ აქ, რომ უკეთესად მივხვდეთ, რომელი target velocity არის. აქაც შეგვიძლია მაგალითად, რომ ეს float-ი იყოს და ეს არის x input-ის ნამრავლი max speed-ზე. ასევე გვჭირდება weight-ი და ეს weight-ი იქნება გადამწყვეტი ჩვენ შემთხვევაში. ეს იქნება ეგეთი რაღაცა. ჩვენ გვაქვს ეგეთი ფუნქცია, რომელსაც ქვია exp, ასე იწერება. და ხა აქ თუ დავაკვირდებით ეს რას ნიშნავს? ეს არის, მათემატიკური ფუნქცია არის, რომელიც აი გვაქვს მაგალითად, როდესაც აი ორი შემთხვევაში რაღაც გარკვეულ იმაზე ამრავლებს და ეგეთ რაღაცას ვიღებთ. აი ეს ყველაფერი გამოიყენება იმისათვის, რომ აი რაღაცნაირად transition-ი იყოს შედარებით ნორმალური, ანუ ეგრევე კი არ მაგალითად შეჩერდეს და ეგრევე კი არ აჩქარდეს, არამედ თანდათანობით წავიდეს, ანუ რაღაც გარკვეული ანიმაციას არა, უფრო თანდათანობით ზრდის რაღაცა გარკვეულ მონაცემს, რაღაცა გარკვეულ რიცხვს. აქ შეგვიძლია ჩავწეროთ ეგეთი რაღაცა. Acceleration minus acceleration rate გამრავლებული დელტაზე. და ეხლა თუ შევამოწმოთ ეს weight-ი რამდენი ტოლი არის, ეს წავა მინუსებში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მინუსებში დაბალი რიცხვი იქნება და შეგვიძლია რომ მე აი მოდი ჯერ გაჩვენებთ რა არის ეს weight-ი ამ დროს. print-ს გავაკეთებ. აი ასეთი რაღაცა რიცხვი არის, რომელიც აი თანდათანობით იცვლება და ამას ნელ-ნელა აკეთებს. აი ხან ის იყო, არის კრო შევადაროთ სამსწრაფი რო არის, მე ეგრევე იცვლება, აი თან ეს არის, ხან ეს არის. ეხლა შეგვიძლია რომ ეს გამოვაკლოთ ერთს და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმ weights, რომელიც გვჭირდება. velocity x-ის გადასვლოდა გვჭირდება აქ, აი ამის მაგივრად იქნება მსგავსი რაღაცა. target velocity, ამას გამოკლებული velocity x-ი და ეს გამრავლებული weights. ოღონდ აქ იქნება ახლა პლუსი. აქ დელტაზე ახლა პლუსი გვაქვს, მაგრამ დელტაზე გამრავლება არ გვჭირდება, იმიტომ რომ დელტაზე უკვე აქ ამ weight-ში ვამრავლებ და შესაბამისად პრობლემა არ არის. ეხლა ეს acceleration rate-ი იმის მიხედვით შეიცვლება, ეს weight-ი იმის მიხედვით შეიცვლება, გვაქვს თუ არა x-ის input-ი და შესაბამისად ხან friction-ი იქნება, ხან წინაღობა გვექნება რაღაცა, ხან აქსელერაცია. და მოდი შევამოწმოთ უმუშაობს. არაფერს არ მუშაობს. მოდი ნახოთ რა შეცდომა დავუშვით აქ. გამრავლება არ უნდა ყოფილიყო, მინუსი უნდა ყოფილიყო აქ. და აი საბოლოო ჯამში აი ეგეთ რაღაცა მივიღეთ, რაც შედარებით უფრო lifelike არის რა, ეგრევე წამიერად არ ჩერდება, ვეროთ რომ უკეთესად გამოიყურება. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. შემდეგი ნაწილი უკვე არის გრავიტაცია. ესენი შეგვიძლია საბოლოო ჯამში დავყოთ, მაგრამ რა უშავს, გრავიტაციას რადგანაც ყოველთვის თავში ვაკეთებთ ხოლმე, მოდი თავში ჩავწერ მეც. მაშინ როდესაც velocity y შეგვიძლია გავაკეთოთ აქ. ესეც არის პლუსი და უდრის. მოდი გრავიტაციის მუდმივა შემოვიტანოთ აქ. const
gravity normal. Gravity normal იმის გამო მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გქონდეს გრავიტაცია, მაშინ როდესაც კედელზე ვიქნები, ხო? კედლის გრავიტაციაც უნდა გქონდეს. და შეიცვალოს ეგ იმის მიხედვით, ის რაღაცა ღილაკზე მაქვს საჭიროა თუ არა. მოდი ეს იყოს 14.5 სტოლი და ეს შეიცვალოს ამ გრავიტაციის ნორმალით. და ანუ შევამოწმებთ და საბოლოო ჯამში ძირს ჩამოვარდება, მოძრაობა შემიძლია, ჯერჯერობით ახტომა და რაღაცა არ შემიძლია. კარგი, აი ხა ზუსტად ეგ ახტომა შემოვიტანოთ. კიდევ ერთი მუდმივი შემოვიტანოთ, რომელიც იქნება jump height. ესეც არის floaty, იყოს მოდი მინუს რაღაცა 270. დაახლოებით ამდენი. კარგი ბატონო. ეხლა ნუ რა თქმა უნდა ეს უნდა შევცვალოთ. მოდი, ნუ ხა შეგვიძლია ამას პარიღამ ერთი ჩეკი გავუკეთოთ, რომ if is on floor. როდესაც არ არის მაგ შემთხვევაში გააკეთოს ეგ ყველაფერი. და ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც is on floor. ნუ ეს შეგვიძლია else-ით გავაკეთებინა, მაგრამ არ არის. ნუ elif-ით მოგვიწევდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ აქ end-ი მჭირდება მე. Input is action just pressed jump. მაგ შემთხვევაში მინდა რომ ეს velocity y ტოლი იყოს jump height-ის. მოდი შევამოწმოთ აბა თუ მუშაობს ეს. დავაჭირე და ნამდვილად ახტომა შეძლო. ნუ ჯერჯერობით ის არ აქვს. მე მგონი უნდა შევამციროთ ეს ჩვენი character-ი ზომაში, თორემ ცოტა იჭედება რაღაცებში. აი მე მგონი ეს ნორმალური არის. აქედანაც შეუძლია რაღაც გააკეთოს, იქიდანაც შეუძლია რაღაც გააკეთოს. მოდი, ოდნავ კიდე შევამცირებ, რომ ცოტა უკეთესად დავინახოთ, რომ კარგად აქედან იქით ხდება რა მოკლედ. ოკეი, ეხლა ნორმალურია. შემიძლია შუაში გავაკეთო, ეგეც პრობლემა არ არის. კარგი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. შემდეგი ნაწილი არის უკვე wall sliding, ანუ როდესაც, ნუ, ეხლა შემოგვაქვს უკვე გრავიტაცია, ჩვეულებრივი გრავიტაცია გავაკეთეთ და ეხლა შემოგვაქვს უკვე კედელთან მისვლის დროს გრავიტაციის გაკეთება. მოდი შემოვიღოთ ახალი მუდმივა, ეს იყოს gravity wall. ესეც არის floaty და მოდი ეს იყოს ის თუ 14.5 იყოს, ნუ ესეც, ნუ ეს უფრო ნაკლები უნდა იყოს. მოდი 8.5 იყოს დაახლოებით. და ასევე გვჭირდება look direction-ი. Look direction-ი იმის გამო გვჭირდება, რომ ჩვენ როდესაც ვხტებით ერთ კონკრეტულ ადგილზე, ეს არის ან 1-ის ან -1 სტოლი. ერთ კონკრეტულ ადგილზე მე მჭირდება, რომ როდესაც მე jump-ს დავაწვევი, მაგის საპირისპირო მხარეზე გადახდეს. ასე რომ ყოველთვის მჭირდება ხოლმე, რომ ეგ რაღაცა direction-ით ავფიქსირო და მაგ direction-ის დაფიქსირების შემდეგ გადახტომის დროს direction-ი შევცვალო. კარგი, ეს შემიძლია დაბლა ნაწილში გავაკეთო, რატომაც არა. კონკრეტულად ეხლა რამდენიმე რაღაცის შემოწმება მჭირდება. ესე იგი, როდესაც higher-ში ვარ ფაქტობრივად, ეგ უნდა შევამოწმო, როდესაც ნუ მიწაზე არ ვარ, ეგეც უნდა შევამოწმო, ანუ velocity-ით უნდა შევამოწმო, მიწაზე რო არ ვარ, ანუ ამ ფუნქციით უნდა შევამოწმო და ასევე ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომელიც არის is on wall. და აი ავტომატურად აქვს კოდოც ჩაშენებული ეს ფუნქცია და შეგვიძლია ზუსტად ეგ გამოვიყენოთ. მოდი, პირველ ეგ გავაკეთოთ, რომ აი ეს მჭირდება რომ გამოვიყენო. მეორე არის, როდესაც ნახეთ, higher-ში ვარ, მაგრამ ეხა განსხვავება ხომ დავიპოვოთ ჩვენ ნუ ეხა შემიძლია დავწერო აქ is on floor, is on wall ბოდიში. მაგრამ ამის გარდა მე მჭირდება ის, რომ ნახო velocity რამდენი სტოლი არის. velocity.y რომ მეტი იყოს 0 სტოლი. ეხლა ნახეთ, მოდი ამას დავაკომენტარებ და გაჩვენოთ ეგ velocity y რა შვება. მოდი print velocity.y. როდესაც მე მაღლა ვხტები, ახლა თავიდან არის 0 სტოლი, ხო? როდესაც მე მაღლა ვხტები, მინუსებში გადადის და მაგის მერე თანამშრომლობით ჩამოდის დაბლა, ხო? აი ზუსტად მაგის შემოწმება მჭირდება. როდესაც ეს 0-ზე მეტი არის, ანუ
მაღლა ადის, მაღლა ახტა, აი მაგ შემთხვევაში მინდა შევამოწმო, ასევე ის მჭირდება რომ x ის input-ი არ უდრიდეს 0-ს. ამ შემთხვევაში მინდა რომ velocity that y უდრიდეს gravity walls. სხვა შემთხვევაში ეს უნდა უდრიდეს gravity normals და ეს შემიძლია წამოვიღოთ და აქ შევსვა და ეს ზემოთა ნაწილი საერთოდ არ მჭირდება, იმიტომ რომ აი ამაში გავაერთიანე ეგ ყველაფერი. შევამოწმეთ აბა, აი თავიდან ჩვეულებრივი გრავიტაცია აქვს, მაშინ როდესაც აი ამას ეხება, აი განსხვავებული არის. ეხლა როდესაც აუშვებ ხელს, აი ეგ კონკრეტული, აი მოდი ამას გავადიდებ. აი ეს x input-ი აი მაგაში მჭირდება, რომ აი ხელს სანამ არ აუშვებ, მანამდე ყოველთვის უნდა იყოს ის. ეგ თუ არ მექნებოდა, მაგ შემთხვევაში სულ მიეწევებოდა. და ნუ ეს უფრო ნორმალური ვარიანტი არის. კარგი, გარდა ამისა, მე როგორც თქვი, აქ მჭირდებოდა look direction-ი, ხო? აი ეს look direction-იც აქ უნდა დავაფიქსირო, ხო? Look direction-ი ტოლი უნდა იყოს. ნახეთ, ეგეთი ფუნქცია არსებობს sign. და ეს რას აკეთებს? აი, თუ გადავალთ ამის დოკუმენტაციაზე, საწერი. თუ გადავალთ ამის დოკუმენტაციაზე, ეგეთ რაღაცას აკეთებს, რომ როგორი რიცხვიც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში აბრუნებს ან -1-ს, ან 1-ს, ან 1-ს, ან 0-ს. და შემიძლია რომ ამ velocity-ის მიხედვით, velocity x-ის მიხედვით, velocity წერტილი x-ის მიხედვით დავაფიქსიროთ, ნახეთ. აი, მოდი, ჯერ ნახოთ velocity x-ი რის ისტორია. აი, ოღონდ ნახოთ velocity x-ის ისტორია არის აი ამ დროს. გარეთ გავაკეთოთ, იმიტომ რომ წინამდე შემთხვევაში ეს კონდიცია უნდა გავაკეთოთ, რომ მერე ეს გაეშვას. აი, ნახეთ, თავიდან 0-ის ტოლი არის, მერე რაღაცა ეგეთი რაღაცა 200-მდე ადის და მერე -200-მდე ადის თითქმის. და ეხლა sign-ს ეგეთი შესაძლებლობა აქვს, რომ აი ეს გახადოს 1, ეს გახადოს -1. მოდი აბა შევამოწმოთ ეს look direction-ის ტოლი იქნება. აი 1-ის ტოლი არის, როდესაც ასე მივდივარ. არ შეცვლა თუ რა ხდება. look direction x-ი. მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც ეს არის. აი მაშინ ცალკე გამოვიდან ამას და აი მე როგორ შეტავინე. აი 0-ის ტოლი არის, 1-ის ტოლია, -1-ის ტოლია. და აი ზუსტად მაგის გამოყენება დაგვჭირდება ეხლა. საბოლოო ჯამში შეეხება, როდესაც ავხტებით, მერე შეგვიძლია რომ აი ეგ direction-ი შევცვალოთ. კარგი, ეხლა მე მჭირდება, როდესაც მაგ კედელს დაეჯახება, მაგ შემთხვევაში ავხტე, ხო? ზოგადად ამ გახტომას ეგრე ვაკეთებთ, რომ რაღაც coyote time ეგრე ქვია. აი Looney Tunes-ის რო არის, რა ქვია, მულტფილმი რო არის, ზუსტად მაგის საპატივცემულოდ ქვია ეგ სახელი, რომ აი რაღაც გარკვეული კიდიდან როდესაც გადადის, ეგრევე კი არ ვარდება, რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ვარდება. ეგ უფრო უკეთეს ხდის პლატფორმერის თამაშს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული არ არის, მოკლედ მარტივად რო ვთქვა, თამაში და ეგრევე არ ვარდება და რაღაც შანსი არ აქვს players რო რაღაცები გამოასწოროს. კარგი, მოდი შემოვიღოთ რამდენიმე ცვლადი. პირველი, wall contact coyote. ესეც float-ი არის და 0.0-ს უდრის. შემდეგი არის კონსტანტა wall contact coyote time. ესეც float-ი არის და უდრის 0.2-ს და კიდევ ერთი კონსტანტა მაქვს, რომელიც არის wall jump force. ანუ როდესაც კედელს შეეხება, მაგ შემთხვევაში რამდენიც შეუძლია გადახდეს და საბოლოო ჯამში არის ეს. კარგი. რა არის ტოლია?
კარგი. ეხლა მე რისი გადასხვა დამჭირდება. მოდი ამ horizontal movement-ი, რომელიც არის ამას ზემოთავიდან, აი ამ ადგილზე ჩავსვა. რომ კარგად დავინახოთ დანარჩენი რაღაცეები, იმიტომ რომ აი ამ დანარჩენის ცოტა შეცვლა დამჭირდება. კარგი, პირველი რისი შეცვლაც მჭირდება არის აი ეს. ეხლა, როდესაც slides ვაკეთებ, ეგ მირჩევნია, რომ როგორც boolean-ი ეგრე შევინახო. მოდი აქ ეგეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ var sliding on wall boolean-ი არის ეს, უდრის. ესე იგი, ეს true-ს დააბრუნებს მაშინ, როდესაც ეს კონდიცია იქნება სიმართლე, დააბრუნებს false, როდესაც ეს კონდიცია იქნება სიცრუე. კარგი, ეხლა ეგეთ რაღაც გავაკეთოთ. If sliding on wall, ანუ ეს არის სიმართლე, მაგ შემთხვევაში მინდა რომ იგივე გავაკეთო რაც აქ, სხვა შემთხვევაში იყოს ეს ყველაფერი. მოდი პრინტს გავაკეთებ აქ და აი sliding on walls ნახოთ რა არის. თავიდან არის false, მაშინ როდესაც ვეხები, აი მაგ შემთხვევაში იქნება true და აი ამ დროს მჭირდება რომ ავხდე, ხო? კარგი, მოდი ცოტას შევამცირებ ამ რაღაცებს, რომ ძალიან არეულად ავიღოთ. კარგი. აი აქ, მოდი ამ პრინტს წავშლი, არაფერს შემჭირდება. აი აქ მოდი ჩავამატოთ ეგეთი რაღაცა. Wall contact coyote, უდრიდეს. Wall contact coyote time. ანუ ეს არის სვლადი, რომელიც რაღაც გარკვეულ მომენტებში იცვლის მნიშვნელობას. ანუ როდესაც ამაზე რა ქვია, როდესაც კედელზეა, ამ შემთხვევაში აი ამად გადაიქცევა და დაახლოებით 0.2 წამი აქვს players იმის მერე, რასაც ხელს აუშვებს, რომ კიდევ ერთხელ შეასრულოს ეს რაღაც გარკვეული ჯამპი. მეორე შემთხვევაში wall contact coyote უდრის max მაქსიმალური მნიშვნელობა wall contact coyote minus delta ამასა და no.0 შორის. მაქსიმალური მნიშვნელობა აი ამასა და ამას შორის. კარგი. ეხლა, რა თქმა უნდა, ამით არ დამთავრებულა ჩვენი ის. მოდი გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე და მე უკეთესად მიხვდებით, რას ვაკეთებთ ეხლა აქ. var can jump can wall jump იყოს მოდი. რომელიც არის boolean-ი ასევე. is on floor. როდესაც არ არის მიწაზე და ასევე wall jump coyote, აი წეღარო ეს შევცვალეთ, აი მაგის გამო შევცვალეთ. როდესაც ეს მეტია 0.0-ზე, ну, ეს არის რა ქვია, float-ი გავაკეთეთ, შემიძლია 0-იანიც დამეწერა, მაგრამ რადგანაც float-ი გავაკეთეთ, float-ი გამოვიყენოთ. ანუ მაშინ შემიძლია jump-ი, როდესაც აი ეს ჯერ კიდევ ამას უდრის. ანუ 0.2-ის როდესაც უდრის, მაგ შემთხვევაში შემიძლია გავაკეთო, თანამედროვე რომ ჩამოწდება, მე აღარ შემიძლია გავაკეთო. და აი რო ჩამოწდება, აი ზუსტად აი აქედან მოდის ეგ ყველაფერი. რო თანდათანობით აკლდება ეს დელტა და ნუ შესაბამისად მე 0-ს თუ გავუტოლდება, მე ვეღარ ახდები. If input is action just pressed არის jumping და მოდი ამას ბრეკეტებს გავაკეთებ, რომ წესიერად დავინახოთ. Is on floor or can wall jump. და ეხლა მე წავშლი რას? აი ამას წავშლი. ამას წავშლი და ამაში გავაერთიანებ ფაქტობრივად. ნახეთ, ახტომა შეუძლია მაშინ, როდესაც floor-ზე არის და მაშინ, როდესაც wall jump-ი შეუძლია. ეს არის velocity.y უდრის jump height, ისე გადმომეკოპირებინ არა თუ ვიტვალე, მაგრამ არ აუშვებს. If can wall jump ამ შემთხვევაში აი ეს
არა, jump height-ით ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ახდეს, უბრალოდ ხო, direction უნდა შევცვალოთ ახლა. velocity.x უდრის აი ის direction-ი, აი აქ რო ქონდა look direction-ი რო ქონდა, აი მაგის ცვლილება მჭირდება ახლა, მაგის საპირისპირო მხარეს უნდა გადახდეს, ხო? ეხლა ჩვენ რომ მარცხნივ მივდივართ იქიდან, მინუსი არის, ხო? მე ხო მინუსი აღარ მინდა, მე პლუსით აქეთ უნდა გადმოხდეს ყოველთვის. იქით რო გადახდეს, აზრი არა აქვს. ეს მინდა რომ გავამრავლოთ wall jump force. რომ განსხვავებული jump force იქონდეს საბოლოო ჯამში ამას. მოდი შევამოწმოთ, აბა. მოძრაობა შემიძლია. გვერდზე გადმოხტომა შემიძლია. დაბლა ჩამოვარდნა შემიძლია. აქეთ იქით გადახტომაც შემიძლია ყველანაირად. იქით რო ხვდები, აი თუ დააკვირდებით, ახლა 100 მაგ დაჭერილი და მე space ვაწვევი. აი იქით კი ხდება, მაგრამ მაგ საბოლოო ჯამში მაინც აქეთ აგდებს და მე იქით მიდის. ანუ ეგეთ რაღაც აკეთებს, ოღონდ რთული დასანახი არის. და ნუ ისეთი შეგრძნება, ახლა აქ რო ეგ არ გამიკეთებინა მაგალითად, აი ეგ მინუსი რო არ გამიკეთებინა. ამას აზრი არ ექნებოდა, ხო? რაღაცა იგივე იმაზე აკეთებს და ნუ მაინც და მაინც კარგად არ ჭამს. ხა აქეთ კი შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ჯობია რომ მინუსი იყოს, უფრო ლამაზად გამოჩნდება, ასე რომ ვთქვათ. კარგი. მე მგონი სულ ეს არის. საბოლოო ჯამში ეგეთი რაღაცა მივიღეთ. თავიდან ბოლომდე რო განვიხილოთ ყველაფერი, ეგეთი რაღაცა შეგვიძლია ვნახოთ. ესე იგი, coyote time მაინც და მაინც არ შეგაშინოთ, მაგის გარეშეც შეგიძლიათ გააკეთოთ საბოლოო ჯამში, შეგიძლიათ თლიანად ამოიღოთ ეგ ყველაფერი და არ გააკეთოთ, უბრალოდ ხო, ზოგადად movement-ისთვის საკმაოდ კარგი არის ეგ ყველაფერი, ბევრად უფრო უკეთესი ჩანს, ვიდრე აი ეგრევე თუ ვარდება, ცოტა ის არის. ყველა ჯერზე თუ უნდა გეჭიროს, მაინც და მაინც კარგი არ არის. თუმცა ეგ თქვენი preference-ის ნაწილი არის საბოლოო ჯამში. მადლობა მოსმენისთვის და ყურებისთვის, გისურვებთ სასიამოვნო დღეს.